წითურა ან რუბელა RNA შემცველი რუბი ვირუსით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც ძალიან ჰგავს საშუალო სიმძიმის გრიპს, მაგრამ მისგან იმით განსხვავდება, რომ გამონაყარი ახასიათებს. ეს ინფექცია უმთავრესად 2-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ და შემთხვევათა 50%-ში სრულიად უსიმპტომოა. მოზარდებს რაც დასრულებში, მცირე ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით წითურა ნაკლებად გვხვდება, მაგრამ უფრო მძიმედ მიმდინარეობს და რიგი სერიოზული გართულებები ახლავს ფილტვებისა და თავის ტვინის მხრივ. წითურა კიდევ უფრო სახიფათოა ორსულებში, რადგან იწვევს ან ნაყოფის სიკვდილს, ან თანდაყოლილი წითურას სინდრომს, რომელსაც თვალის ანომალიები, სიყრუე, გულის მანგები და გონებრივი ჩამორჩენილობა ახლავს. ამ სინდრომს, ასევე ორსულობისა და წითურას კავშირს, ცალკე უფრო დაწვრილებით, შემდეგ ნაწილში განვიხილავთ. წითურა, როგორც დაავადება, პირველად გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ ჰოფმანმა აღწერა 1740 წელს. ამიტომაც უწოდებენ წითურას გერმანულ დაავადებას. ხოლო იმის გამო, რომ ეს ინფექცია სულ 3 დღე გრძელდება, 3 დღიან დაავადებადაც მოიხსენიებენ. თუმცა საზოგადოებაში ყველაზე უფრო გავრცელებულია მისი ლათინური სახელწოდება რუბელა, რაც მცირე წითელს ნიშნავს, დამახასიათებელი გამონაყრის გამო. წითურა მხოლოდ დაავადებული ან მტარებელი ადამიანისგან გადაეცემა ჯანმრთელ პირებს და ეს გადაცემა ჰაერწვეთოვანი გზით ხდება, დაცემინების ან დახველების დროს. ამის შემდეგ რუბი ვირუსი სხვა ადამიანის ცხვირხახაში აღწევს, მრავლდება და 2-3 კვირაში, ანუ ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგ, კანისა და ლიმფური კვანძების დაზიანებას იწყებს. წითურა მცირე ასაკის ბავშვებში 3 ნიშნით გამოვლინდება. ესენია ცხელება, გეფის ლიმფური კვანძების გადიდება და გამონაყარი, ანუ ეგზანთემა. ესე იგი, პირველი სიმპტომი ცხელებაა. სხეულის ტემპერატურა წითურას დროს ჩვეულებრივ ზომიერად იმატებს და თითქმის არ აჭარბებს 38 გრადუსს, რადგან ინტოქსიკაცია მსუბუქია. შემთხვევათა 20%-ში კი სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებში რჩება და არ იმატებს. მეორე ნიშანი, რომელიც ტემპერატურის მომატებიდან 1 ან 2 დღის შემდეგ ჩნდება, არის ლიმფური კვანძების გადიდება, ანუ პოლიადენიტი. ეს ლიმფური კვანძები უფრო მკაფიოდ კეფის მიდამოში და ყურის უკან არის გადიდებული. ისინი პალპაციით ხშირად უმტკივნეულოა, ზოგჯერ კი მცირედ მტკივნეული. კანთან შეხორცებული არ არის, რბილი და ელასტიურია. წითურაზე ეჭვის მიტანის დროს ამ ადგილების შემოწმება ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შეიძლება გადიდებული იყოს სხვა ლიმფური კვანძებიც, მათ შორის ყბაყურა, ყბისქვეშა, მუხტქვეშა და იღლიის. ძალზე მცირე შემთხვევებში აღინიშნება სპლენომეგალიაც. მესამე ნიშანი კანზე არსებული გამონაყარია, რომელიც ლიმფური კვანძების გადიდებისთანავე ან მალევე ჩნდება. მეორე, ზოგჯერ კი მესამე ან მეოთხე დღეს. რეალურ ცხოვრებაში კი გამონაყარი პირველი სიმპტომია, რასაც მშობელი ხედავს, რადგან გადიდებული ლიმფური კვანძები და მცირედ მომატებული ტემპერატურა თითქმის შეუმჩნეველი რჩება. გამონაყარი წითურას დროს ლაქოვანია. ეს ლაქები მცირე ზომისაა, 3-4 მმ დიამეტრის და მომრგვალო ფორმა აქვთ. ასეთ გამონაყარს მცირე ლაქოვანს წოდებენ და ის წითურასთვის დამახასიათებელია. ლაქები საკმაოდ უხვადაა და ყველა მათგანი თანაბარი ზომისაა. მათ მკრთალი ვარდისფერი შესახედაობა აქვთ და არა ჰიპერემიულ, ნორმალურ კანზე ჩნდება. ასეთ ლაქებს თუ ჭიქით ან მინით დავაწვევით, ან თუ კანს გადავჭიმავთ, გაქრება და შემდეგ ისევ გაჩნდება. ლაქების წარმოქმნის მიზეზი არის ის, რომ ვირუსის ჰემაგლუტინინი კანის სისხლძარღვებში სისხლის წითელი უჯრედების შეწებებას იწვევს. გამონაყარი, რომელიც აღვწერეთ, ფაქტიურად სხვა ვირუსული ინფექციებისთვის, განსაკუთრებით კი ეკოვირუსებისთვის დამახასიათებელი გამონაყრის მსგავსია. მაგრამ არის რიგი ნიშნები, რომელთა მიხედვითაც წითურა შეგვიძლია მათგან გამოვარჩიოთ. პირველი არის ის, რომ გამონაყარი დასაწყისში ჯერ სახეზე ჩნდება, უფრო ხშირად კი შუბლზე და ყურების უკან, ხოლო ამის შემდეგ ვრცელდება სხეულის დარჩენილ ნაწილებზე. ის თითქმის მთელ სხეულს მოიცავს, მაგრამ უფრო მკაფიოდ გულმკერდს, ზურგს, დონდულოებს და კიდურების შიგნითა ზედაპირებს. მეორე ნიშანი არის ის, რომ გამონაყრის სახიდან მთელ სხეულზე გავრცელებას სულ რამდენიმე საათი სჭირდება და არა რამდენიმე დღე. მესამე ნიშანი, რომელიც ამ გამონაყარს ახასიათებს, არის ის, რომ ელემენტები ცალ-ცალკე მდებარეობს და დასაწყისში ერთმანეთს არ ერწყმის, არ ერთიანდება. მაგალითად, წითელას შემთხვევაში ლაქები ერთმანეთს შერწყმულია
წითურას დროს კი არა. ეს ერთ-ერთი პირობითი ნიშანია, რითაც წითელასა და წითურას ერთმანეთისგან განვასხვავებთ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ელემენტები ერთმანეთს ერწყმის, განსაკუთრებით გულმკერდსა და მუცელზე. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ წითელას დროს ლაქებთან ერთად პაპულებიც ჩნდება. წითურას დროს კი პაპულების არსებობა იშვიათობაა. მეოთხე ნიშანი ლაქების ვარდისფერი ან ღია წითელი შესახედაობაა და არა მუქი წითელი, როგორც წითელას დროს. მეხუთე განმასხვავებელი ნიშანი კი გამონაყრის უკვალოდ გაქრობაა, რაც მესამე ან იშვიათად მეხუთე დღეს ხდება. მას არ ახლავს ნარჩენი პიგმენტაცია და მისთვის არც აქრისულად დამახასიათებელი, რითაც ის ქუნთრუშასგანაც განსხვავდება. ზოგჯერ ხდება, რომ წითურას დროს გამონაყარი ქრება, მაგრამ გამოჯამრთელების სტადიაში ისევ ჩნდება, ოღონდ სიცხჭაქცევების სახით. ისინი ხშირად პედექიებით, ზოგჯერ კი უფრო დიდი ზომის ეკიმოზებით გამოვლინდება. ეს ჰემორაგიული გამონაყარია, რომელიც იშვიათად ხდება და მას დაავადების პროგნოზზე გავლენა არ აქვს. გამონაყარი გარდაკანისა შემთხვევათა მცირე ნაწილში, კერძოდ 20%-ში, ლორწოვანზე ჩნდება და თანაც რამდენიმე საათით უფრო ადრე, ვიდრე კანზე. მაგარ სასაზე და ნაწილობრივ რბილზეც აღინიშნება მცირე ზომის, წითელი ფერის ლაქები, პედექიები, რომლებიც ხშირად მრავლობითია. სასაზე პედექიების არსებობას ფორკჰეიმერის ნიშანი ეწოდება, მაგრამ ის წითურასთვის სპეციფიკური არ არის, რადგან ქუნთრუშას, წითელას, ინფექციური მონონუკლეოზის ან ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროსაც შეიძლება გამოვლინდეს. არაგერიოთ ფორკჰეიმერის ნიშანი ფილატოვ კოპლიკის ლაქებში. კოპლიკის ლაქები წითურას არ ახასიათებს. ის წითელას ნიშანია და თავისი არსით ლოყებზე მცირე საღეჭი კბილების დონეზე არსებული მოთეთრო პაპულებია, წითელი გვირგვინით. როგორც ხედავთ, ბავშვებში წითურა ხშირად 3 დღე გრძელდება და 3 კლინიკური ნიშნით გამოვლინდება. შემდეგ ტემპერატურა დაიწევს, მერე გამონაყარი გაქრება და ბოლოს ლიმფური კვანძებიც დაუბრუნდება საწყის ზომას, რასაც შეიძლება 1 კვირაც დასჭირდეს. დიაგნოსტიკის დროს შეცდომების თავიდან აცილების მიზნით უნდა იცოდეთ, რომ შემთხვევათა 5%-ში გამონაყარი არის არა მცირელაქოვანი, არამედ მსხვილი, 5-7 მმ დიამეტრის მქონე. ატიპურ შემთხვევებში გამონაყარი არ ვლინდება არც კანზე და არც ლორწოვანზე. ეს წითურაა გამონაყრის გარეშე. ზოგჯერ კი ვლინდება არა უხვად, არამედ მხოლოდ ერთეულის სახით. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებში წითურას კლინიკური სურათი ცოტათი განსხვავებულია და მძიმეა. აქ ტემპერატურის მომატებასთან ერთად დასაწყისშივე თამლინდება გრიპის მაგვარი მსუბუქი კატარული ნიშნები, კერძოდ ყელის ტკივილი და პირხახის ჰიპერემია, ფარინგიტის გამო, რაც შემთხვევათა 90%-ში აღინიშნება. მას შეიძლება ახდეს მსუბუქი, შალი ხველებაც. შემთხვევათა 70%-ში ასევე ვლინდება სურდუც, რინიტის გამო და ზომიერი კონიუნქტივიტი. პაციენტებს იმავდროულადვე შეიძლება აწუხებდეთ სახსრების ტკივილიც, ეს უფრო მკაფიოდ გოგონებში. გოგონებისა და უფროსი ასაკის ქალბატონების თითქმის 2/3-ს წითურა სახსრების ტკივილით გადააქვთ და ართრიტი მათი ძირითადი გართულებაა. ართრიტი ყველაზე ხშირად თითების, მაჯისა და მუხლების სახსრებს მოიცავს და ზოგჯერ თითქმის 1 კვირამდე ან თვემდე გრძელდება. კონიუნქტივიტი, ანუ თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, წითურას დროს შემთხვევათა 70%-ში გვხდება და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე წითელას შემთხვევაში. მას გამონადენი, ქულუთოების შეშუპება ან ფოტოფობია არ ახლავს. კონიუნქტივიტის არსებობისას აუცილებლად უნდა შემოწმდეს პირხახაც. თუ ადამიანს აქვს კონიუნქტივიტი და ძლიერ ჰიპერემიული პირხახა, ეს დიდი ალბათობით წითელაა. თუ მხოლოდ პირხახა ჰიპერემიული და თვალები არა, ეს ქუნთრუშაზე იმეტყველებს. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ კონიუნქტივის ჰიპერემია იქნება და პირხახის არა, ან ძალიან მცირედ გამოხატული, ეს წითურა შემთხვევაა. წითურა პირხახიდან შეიძლება ბრონქებში ან ფილტვებში გავრცელდეს და წითურასმიერი პნევმონია გამოიწვიოს. ცუდი ის არის, რომ ამ ვირუსულ პნევმონიას იმუნური სისტემის დროებითი დაქვეითების გამო ხშირად ბაქტერიული ფილტვების ანთებაც ემატება და მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება. წითურას ვირუსი რიგ შემთხვევებში შუაყურს აზიანებს და მის ანთებას იწვევს. ზოგჯერ კი ვითარდება თრომბოციტოპენიური პურპურა, რომელსაც სისხლჭაქცევები და სისხლდენები ახასიათებს. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როდესაც ვირუსით თავის ტვინი ან მისი გარსები ზიანდება, ანუ ვითარდება წითურასმიერი სეროზული მენინგიტი, ენცეფალიტი ან მენინგოენცეფალიტი. წითურასმიერი ენცეფალიტი გამონაყრის გაქრობის შემდეგ ან უშუალოდ გამონაყრის ფონზე ვითარდება, ყველაზე ხშირად მე-4-მე-5 დღეს
სხეულის ტემპერატურა ამ დროს ისევ იმატებს. თავის ტკივილი ძლიერდება, ირღვევა ცნობიერება, იწყება ღებინება, ჩნდება კრუნჩხვები და პაციენტი კომურ მდგომარეობაში გადადის. წითურასმიერი ენცეფალიტის დროს სიკვდილიანობა მაღალია. გადარჩენის შემთხვევაში კი პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ნარჩენი მოვლენები, დამბლების ან პარეზების სახით. წითურას დიაგნოზი რომ დავსვა საჭიროა. რუბი ვირუსის გამოყოფა ან სისხლიდან, ან სხვი ხახიდან, ან სინოვიური სითხიდან. ბევრად უფრო ეფექტურია წითურას ვირუსის RNA-ის აღმოჩენა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით, ან სეროლოგიური გამოკვლევებით იმუნოგლობულინების განსაზღვრა, გამონაყრის გაჩენის შემდეგ. ასეთი მეთოდები შედარებით ძვირია და თუ ორსულ ადამიანს არ ეხება, მაშინ წითურას დიაგნოზი კლინიკური ნიშნებით შეიძლება დაისვას, რისთვისაც 4 დადებითი კრიტერიუმია საჭირო. ანუ უნდა იყოს გენერალიზებული მაკულური ანუ ლაქოვანი გამონაყარი, სხეულის ტემპერატურა მეტი 37 გრადუსზე, ართრალგია, ლიმფადენოპათია ან კონიუნქტივიტი და წითურას დადასტურებული ეპიდემიოლოგია. სისხლის ანალიზს რაიმე დიაგნოსტიკური ღირებულება ამ დროს არ აქვს, მაგრამ მისი შესწავლით გამონაყრის პერიოდში ლეიკოპენია, კერძოდ კი ნეიტროპენია ვლინდება. აღინიშნება ლიმფოციტოზი და პლაზმური უჯრედების შემცველობის მატება, რაც დამახასიათებელი ნიშანია. გაითვალისწინეთ, რომ ერითროციტების დალექვის სიჩქარე შეცვლილი არ არის. წითურას დიაგნოსტიკის დროს მნიშვნელოვანია ანამნეზიც და იმის გარკვევა, ხომ არ იყო პაციენტი წითელას ცოცხალი ვაქცინით აცრილი, რადგან წითელას ვაქცინა წითურას მსგავს კლინიკურ სურათს ქმნის და ექიმს აბნევს. მას შემდეგ, რაც დაისმება წითურას დიაგნოზი, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოერიდოთ ან მოარიდოთ თქვენი შვილები ორსულ დედებს, რადგან მათთვის წითურას ვირუსით დაინფიცირება ნაყოფის დაღუპვის ან მანკებითა და ანომალიებით დაბადებული შვილის ტოლფასია. უნდა გახსოვდეთ, რომ წითურას ვირუსის გამოყოფა გამონაყრის გაჩენამდე 10 დღით ადრე იწყება და გამონაყრის გაჩენის შემდეგ კიდევ 1-2 კვირა გრძელდება. ინფექციის გადაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებთ, თუ სამედიცინო ნიღაბს გაიკეთებთ, თუმცა ბევრად უფრო სასურველია, თუ სახლში დარჩებით, სუმცირე გამონაყრის გაქრობამდე. წითურას სამკურნალოდ რაიმე ეფექტური სპეციფიკური საშუალება არ არსებობს და მხოლოდ სიმპტომური თერაპია ტარდება. ბავშვს სრულფასოვან საკვებს აწვდიან და დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე გადაყავთ, რაც სითხის ჭარბად მიღებას გულისხმობს. ვირაციდების, იმუნომოდულატორების ან იმუნოსტიმულატორების მიღება აუცილებელი არ არის. დაავადება მათ გარეშეც 7 დღეში თავისით გაივლის.